ფილმმა და მზიანმა ნოემბრის დღემ ჩვენი კლუბის წევრები განსაკუთრებული მოგზაურობისკენ გვიხმო. ამჯერად გასვლითი ღონისძიება ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმის მოსანახულებლად დავგეგმეთ. კლუბის მიზანი ქართული და ბრიტანული კულტურის, ისტორიის, ლიტერატურისა და ტრადიციების ცოდნის საწყისებს მოიცავს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მათი მსგავსებებისა და განსხვავებების გაანალიზებას, რაც კულტურათა დიალოგის გაღრმავებასა და მოსწავლეებში სულიერი და ინტელექტუალური განვითარების პირველი ნაბიჯები ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მას შანსე გავემართეთ ხიდისთავისკენ, ნოდარ დუმბაძის მშობლიურ სოფელში, სადაც მწერალმა თავისი ბავშვობის გვედნიერი წლები გაატარა. მივდიოდით მიხვეულ-მოხვეულის გზებით, შემოდგომის ოქროსფრად და ალისფრად მორთული მთათა შორის, ქედებზე ჩაკარგული კოლწია სახლების წყებაში. თითქოს ბუნებას მზად იყო, რომ მწერლები წერლის ბავშვობის ნარკვალებზე ვეტარებინეთ. ჭიშკრის აღებასთან ერთად ჩვენს თვალწინ დუმბაძისეული სამყარო გადაიშალა. მისი მოთხრობების გმირებიც აქვე ცხოვრობენ, ამ არეში. ჭიშკართან მურა და შემოგვეგება და კუდის ქიცინით მოგვესიყვარულა. ფირის თბილი და გულწრფელი სიტყვებით მწერლის ცხოვრების ისტორია გაცეცხლდა. სწორედ აქ, ნოდარ დუმბაძის მშობლიურ სამყაროში, თითქოს თავად მწერალი გვესაუბრებოდა. ისწავლეთ ერთმანეთის სიყვარული, შეწყალება და შეცდომების პატიება. სამშობლო არა მხოლოდ მიწაა და საზღვრები, არამედ ადამიანები, მათი სიკეთე და სითბოა. დუმბაძის გმირები გვასწავლიან, რომ მხოლოდ მოთმინებით, ურთიერთგაგებითა და პატივისცემით შეიძლება სირთულეების გადალახვა. დიდი მონათხრობი მწერლის ოჯახზე, ცხოვრებაზე და შემოქმედებაზე თითქოს გულში სითბოდ ჩამეყვარა. სწორედ ეს მესიცი დამცა იმ დღეს მეხსიერებაში. სამშობლო არ არის მხოლოდ გეოგრაფია, სამშობლო არის ადამიანების ურთიერთობა, მათი გულწრფელი სიყვარულით და ერთმანეთის პატივისცემით შეგმული ერთობა. ეს არ არის მხოლოდ ტერიტორია რუკაზე, ეს არის სულიერი სამყარო, რომელიც სიყვარულითა და სიკეთით ვრცელდება თითოეულ ჩვენგანში.